მილიარდერი ილონ მასკი მოულოდნელად სასამართლოში გამოიძახეს. ცნობილია, რომ წინა დღეს ილონ მასკი პირველ მოწმედ წარდგა კალიფორნიის შტატის ოკლენდის ფედერალურ სასამართლოში, სადაც ის კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ $1 მილიარდიან სარჩელს აწარმოებს. ნიშნავენია, რომ საბოლოოდ ვერდიქტმა OpenAI-ის წინააღმდეგ შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი, რომლებიც აკონტროლებენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კერძო კომპანიას მსოფლიოში. ეხლა ხელოვნურ ინტელექტს თითქმის ყველა იყენებს, მაგალითად ChatGPT-ს, რომელიც ხათაშორის სწორედ ამ OpenAI-ის ქმნილებაა. ილონ მასკის სასამართლოს არჩელი სემ ალტმანის OpenAI-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, დაკავშირებულია კომპანიის კომერციულ მოდელაზე გადასვლასთან, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ის უფრო ალტრუისტული მიზნებით დაარსდა. ამ გამოშვებაში იცით გადავთქვი გავარკვიო, რატომ დაიწყო ილონ მასკმა სასამართლო დავა სემ ალტმანთან. და საერთოდ როგორ შეიძლება ეს გავლენას ახდენდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. და ამ კონფლიქტის მიზეზები ნამდვილად გაგაოცებთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეს იქნება გამოშვება, რომელმაც ზოგარ მე გამაკვირვა, რადგან მან არ გამოტოვა. მაგრამ იცით, მე დავინტერესდი, რატო წავიდნენ ორი ტექნოგიგანტი, ილონ მასკი და სემ ალტმანი, სასამართლოში ხელოვნური ინტელექტის სფეროში დავის გასარკვევად. ამ კვირაში ილონ მასკი პირველ მოწმედ წარდგა კალიფორნიის შტატის ოკლენდში მდებარე ფედერალურ სასამართლოში, თავისი $1 მილიარდიანი სარჩელის ფარგლებში კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ. ილონ მასკი სასამართლოს სთხოვს დააწესოს იურიდიული შეზღუდვები, რათა OpenAI-ის კომპანია არ გადაიქცეს მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. საკვლევი ლაბორატორიის საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან ხელოვნური ინტელექტის სფეროში სუპერკომპანიად გადაქცევაზე. უბრალოდ რო ვთქვათ, ილონ მასკი ამბობს, რომ მას არ ეთანხმება OpenAI-ის სწრაფ განვითარებას, ამბობს, რომ საჭიროა ისინი ცოტა შეაჩერონ, რადგან ძალიან სწრაფად ვითარდებიან. საერთოდ საქმე წარმოიშვა ილონ მასკის მიერ 2024 წელს შეტანილი სარჩელის შედეგად, რომელშიც მან დაადანაშაულა OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ალტმანი, თანადამფუძნებელი პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი და Microsoft-ი OpenAI-ის თავდაპირველი არაკომერციული მისიის ღალატში, რომელიც კაცობრიობის საკეთილდღეოდ იყო მიმართული. ილონ მასკი OpenAI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა 2015 წელს. ამ კომპანიაში აცხადებენ, რომ დიახ, მან $38 მილიონი შესწირა, სანამ 2018 წელს ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს დატოვებდა. მაშინ იგეგმებოდა, რომ OpenAI იქნებოდა კომპანია, რომელიც გრანტებითა და სხვადასხვა შემოწირულობებით იარსებებდა და იმუშავებდა კაცობრიობის სასიკეთოდ და არა ფულის საშოშნელად. როგორც ამდა უცნაურად ჟღერდეს ეს ახლა. ყოველ შემთხვევაში ასე გამოიყურება ილონ მასკის პრეტენზიების ფასადი კომპანია OpenAI-ის მიმართ. მაგრამ შესაძლოა ილონ მასკის სარჩელის მიზეზები კომპანია OpenAI-ის წინააღმდეგ სულ სხვა იყოს. საქმე იმაშია, რომ ილონ მასკი ხელმძღვანელობს სხვა კომპანიას, xAI-ს, რომელიც OpenAI-ის პირდაპირი კონკურენტია. მასკი ითხოვს მასშტაბურ ზომებს, მათ შორის OpenAI-ის კორპორატიული სტრუქტურის შეცვლას, ალტმანისა და ბროკმანის გადაყენებას, ასევე ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მისი თქმით უნდა გადაეცეს OpenAI-ის არაკომერციულ განყოფილებას. მასკმა პოტენციური ზიანი $100 მილიარდად შეაფასა. მეორეს მხრივ, OpenAI-ში ამტკიცებენ, რომ ილონ მასკის ამ კომპანიიდან წასვლის მოტივები იყო შური და სინანული. აცხადებს, რომ ილონ მასკმა ოდესრაც არაკომერციულ ორგანიზაცია OpenAI-ს $38 მილიონი შესწირა, რომელიც ციტატა ზუსტად მიზნობრივად და ორგანიზაციის მისიის შესაბამისად დაიხარჯა. მაგრამ როგორც კი ChatGPT წარმატებულ პროდუქტად იქცა, ეს ილონ მასკს აღიზიანებდა. ის ამბობს, მოისმინეთ. თქვენ იქ უბრალოდ არაკომერციული ლაბორატორია იყავით. რაღაცით ხელოვნურ ინტელექტს იკლოდით. და უცებ ამით ფულის შონა დაიწყეთ. თანაც ძალიან ბევრი ფულის, ვითომ. ეს რა ხდება? შედეგად სასამართლოში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ალტმანმა და ბროკმანმა, ციტატა, ქველმოქმედებითი ორგანიზაცია მოიპარეს. ორივე დაადანაშაულა პირადი სარგებლის მიღებაში და ალტმანი თაღლითად მოიხსენია. ამბობს, შენ არ უნდა გეშოვა ამით ფული. აქ აშკარაა, რომ ალტმანისთვის ბევრად მეტი დევს სასწორზე, ვიდრე ილონ მასკისთვის. ორშაბათ საღამოს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია OpenAI-მ, ციტატა, ვერ მიაღწია საკუთარ მიზნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და შემოსავლების გაზრდაში.
ეს მოხდა სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ OpenAI-ის ზოგიერთი აქციონერი არაოფიციალურად დაეჭვდა. ღირს თუ არა ალტმანისთვის OpenAI-ის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც კომპანია ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებულ ტურბულენტურ პერიოდს გადის. ეს სხვადასხვა საინტერესო მომენტია. საქმე იმაშია, რომ კომპანია OpenAI გეგმავს IPO-ს ჩატარებას მეოთხე კვარტალში, 852 მილიარდი დოლარის შეფასებით. მაგრამ და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. Elon Musk-იც ამზადებს მასშტაბურ IPO-ს SpaceX-ისთვის, რომლის შემადგენლობაშიც ახლა შედის კომპანია xAI, რომელიც კონკურენციას უწევს OpenAI-ს. და აი Wall Street-მა უკვე იცის Elon Musk-ის ბევრი ნაკლი და პროგნოზები ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა. და აი Elon Musk საერთოდ არ სჭირდება კონკურენტი ბაზარზე, ესეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში, როცა ის ატარებს IPO-ს. მეორე მხრივ, ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტორები რეგულარულად აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ადამიანებს და არა პროექტებს. ეს ნიშნავს, რომ უპრეცედენტო მოცულობის კაპიტალი თანაბრად იდება როგორც Altman-ში და Musk-ში, ასევე OpenAI-სა და SpaceX-ში. კარგი, თუნდაც არც ერთი მათგანი არ იყოს ხელოვნური ინტელექტის ნამდვილი ინჟინერი. ამიტომ მომდევნო რამდენიმე კვირის მოვლენებმა შეიძლება როგორც ხელოვნური ინტელექტის აყვავებას შეუწყოს ხელი, ასევე მის კრახს გამოიწვიოს Elon Musk-ისა და Sam Altman-ის დაპირისპირების გამო. საერთოდ მოვლენების განვითარებას ყურადღებით დავაკვირდებით. ეს თემა ძალიან საინტერესო მომეჩვენა. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას დროებით.